მადლობა, შეგვისრული კომპოზიცია. ესე ხوار დავიწყოთ ხოლმე ყველა ეპიზოდი ჰიმნით. ყველა ეპიზოდი საქართველოს ჰიმნით? შეიძლება. გამარჯობა. გამარჯობა. საქართველოს ჰიმნი რატო მიხვდებოდით 26 მაისია გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ესე ვიმატრაკვეცეთ და. ხო. სხვადასხვა დაჭეჭყილი თითით რაც კარგად გამოგივიდა ვიდრე მე შეიძლება. აი ზუსტად ახლა სანამ ჩაწერას დავიწყებდით ვერანდაზე სარეცხის გასაფენში მომყვა თითი მოიკეცა ვიღებდი ხელში და არ ვიცი იქ რატომ მქონდა შეტანილი ეს თითი უხერხულად რა გამოვიდეს ესე ვაჩვენებ. მომყვა მანდ მაშინ ძალიან ბევრი სარეცხი კიდე ზედა. ხო, თან აი ვერ ვქენი, არ ვიცოდი რაც უნდა მექნა, ანუ უნდა გამეშალა და აი ვერაფრით ვერ გავშალე რა იმ მომენტში და აი ყვირილი ხო, იმიტომ რომ ვერანდაზე ვაპირებდი ჩაწერას, მაგრამ მე დაიწყო წვიმა და ქარი ამოვარდა და ჭიქაქუხილი და ეხლა ჩაწყნარდა მე. და უკვე გაშლილი მქონდა ყველაფერი დავშალეთ, შემოვიტანეთ, აკახლიდან გავშალეთ. კი, ჩემი თითის ტყუილა შეეწირა. იგულისხმება განათება, აპარატურა, ხმა, ასე შემდეგ. ხო, სხვადასხვა გაჭრილი თითითაც დამიკრავს. ეს რა არის იმასთან შედარებით? ვიცი. აუ გიომკითხა, რომ შეძლებო დაკვრასო, ხო ეს გეგმაში მქონდა რომ ჰიმნი უნდა დამეკრა და ეგ გამახსენდა. ბავშვობაში გავიჭერი თითი, ეს ცერა თითი რა. და აი თან ზუსტად იმ ადგილზე მქონდა გაჭრილი, ნუ სადაც მიწევს კლავიშზე დაჭერა. და თან აი ძალიან ღრმა ჭრილობა იყო რა. და მეორე დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი. და ეს გაჭრილი თითით დედაჩემმა გადამიხვია ეს ლეიკო, მე ბამბა ლეიკო, ანუ რაღაცა ამ ხელაზე გასქელდა თითი და საბოლოო ჯამში დაუკარი. კარგად ჩაიარა, გავედი, სადაც საჭირო იყო, მე დიდარბაზში დაუკარი. ოღონდ აი ისეთი სიმწარე იყო, რომ ხელა იყავი? არ მახსოვს. პატარა ვიყავი, ალბათ მეორე მესამე კლასში? არ მახსოვს. ანუ იქ ხო დაუკარი, უკვე დაუკრის დროს უკვე აზრი აღარ ქონდა არაფერს, ანუ ის ტკივილი, რას ვიზამე, ხო არ გავჩერდებოდი შუა დაუკრაში. თუმცა 1-2 მომივიდა აზრად. და რო გამოვედი, მოვიდა ღრიალი წერილი. აუ კიდე ერთი ისტორია მაქვს. კონსერვატორიაში ტარდებოდა რაღაცა ფესტივალი ერქვა ალბათ, არ ვიცი. კონცერტების სერია იყო რა, მაგალითად იყო რაღაცა ბეთჰოვენის სონატები, მოცარტის სონატები რაღაცა და თითო სტუდენტი თითო ნაწარმოებს უკრავდა რა. და ერთ-ერთი ესეთი იყო შოპენის ყველა ეტიუდი სრულდებოდა რა. და ნუ ერთ-ერთი ეტიუდი მე უნდა დამეკრა. ხო და ისე იყო რომ ანუ მე დამემართა ისა წითურა, მე მგონი თორე წითელა თუ წითურა. რა მნიშვნელობა აქვს მოგეთ, რომელიღაცა დამემართა და ძალიან ცუდად ვიყავი. აი სუ დაყრილი სახეზე, სიცხე რაღაცა 40, ანუ ბოდავდი, ისე ცუდად ვიყავი, რომ აი რაღაცას ბოდავდი და რაღაცა თან ეს აღმომაჩნდა რაღაც ამ კონცერტამდე 2 დღით ადრე თუ 3 დღით ადრე რა და ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ეს ხო არ არის რომ აი გაგიარა და მორჩა ვირუსი ხო არ არის. ხო და აი თან როგორია ახლა წარმოიდგინე ჩვეულებრივი გრიპი ხო არ არის რომ წახვედი გადასდე ვიღაცას და ნუ ოკეი ისიც გადაიტანს ესე რა წარმოიდგინე ეს რომ მიხვიდე და დაუკრა ნუ ჯერ როგორ უნდა დამეკრა არ ვიცი საერთოდ და დავრეკეთ რა კონსერვატორიაში და დეკანატში უთხარით რა ესე რომ ესე არის და ესე ცუდად ვარ რა ხო და მე რექტორს უთხრეს ეს იმიტომ რომ რექტორის პროექტი იყო ეს ხო და ისე იყო რომ ანუ ცუდად გამოვიდოდა ძალიან რა თითო სტუდენტი თითო ეტიუდს ასრულებდა და აი შუაში რაღაცა ერთი ეტიუდი ამოვარდებოდა რა მე რო არ დამეკრა ხო და ხდებოდა მაყურებელი რექტორმა შემომითვალა რომ თუ შეგიძლიაო რომ დაუკრაო მოდიო და დაუკარიო ანუ ჩვენ ოკეი ვართო რა ამ წითურათია ყველაზე მაგარი ის იყო რომ წინა დღეს გამიშეშდა ფეხი. არ ვიცი რატო, ოღონდ აი ეს წელი თუ აი რადიკულიტი თუ რაღაც დამემართა რა და აი ფეხი მქონდა, ძლივს დავდიოდი, ძლივს მოძრაობდი და
მოკლედ წავედი პირბადით რაღაცაებით. გავედი და ვიდეოც არსებობს ამისი რომ დავამთავრე დაკვრა და თავი რომ დავაქნიე თავი ვერ დავაქნიე და რაღაცნაირად დავაქნიე იმიტომ რომ წელიც ვტკიოდა რა საერთოდ არ მახსოვს როგორ დავუკარი სიცხიანია ეს გამონაყარი ქავილი საშინელი მოკლედ არ ვიცი არაფერი და მე უბრალოდ ვიდეო ვნახე რა ჩანაწერი ვნახე რომ კარგად დამიკრავს თორე აი არაფერი არ მახსოვდა და საბედნიეროდ მე დეზინფექცია რაღაცები გაკეთე და არავის არ გადასდებია პროფესიონალი ყავი ბავშვობიდან. ეგ ვიდეო შეგიძლია მიაგნო დავოდოთ. თავს რა იქნება რაღაცა. შეიძლება მოვიპოვო, აი რა ვიცი, კასეტებზე არის რა ეს ყველაფერი და რამდენად მოვახერხებ. მოკლედ ვიწერთ ამას ორი დღით ადრე დადებამდე. ხო. 26 მაისს დავდებთ. უი, მთავარი თემა იყო ეს 26 მაისი და მე კიდე დავდექი და ჩემი ავტობიოგრაფია. გინდა გითხრა 26 მაისს რა მოხდება ქვეყანაში? მითხარი. სხვადასხვა ქალაქებში მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები. მართლა? ეს არის ხომ ყოველ წელს ყველა დღესასწაულზე ეგეთი სტატიები იწერება. პროგრამებიც გეცოდინება შენ. იღერებენ ქართველი მუსიკოსების კონცერტები გაიმართება. და ისე აღლუმი იქნება თუ არ ვიცი. რაღაცა 20 მაისიდან რაღაცები გადაიკეტა, ეგ ვიცი და. წინა კვირას თუ არ ვიყავით? ხო, რთული კვირა იყო. ხო, მე მომყვებით თქო, არაფერი განსაკუთრებული. დაემთხვა კაცები ლაივები, პარასკევი შაბათი კვირა. იმ დღეს რა თქმა უნდა ვერ მოვახერხეთ ჩაწერა. და ნუ მე ორ შაბათსაც კიდე რაღაცა ბევრი საქმეები მქონდა. კი. ეს არ მქონდა გადაფიქრებული, მაგრამ აი მოდი კაი კვირას არ გამო ორ შაბათს ჩავწეროთ, მოდი იქნება სამ შაბათს მაინც, მაგრამ ვერადავერ მოვახერხეთ, ამიტომ მოგვიწია წინა კვირის ჩაგდება. ხო. ის შემდეგ კვირის ჩაგდება ხო არ გვიწევს? ხო და აი მივდივართ იტალიაში, როგორც იქნა, წელიწადი და რამდენია მოშვებით. აუ გეგმოთ ვიძახით ხო არ წავიდეთ, როდის წავიდეთ, როგორ მოვახერხოთ. რაც გავიცანით ერთმანეთი იმის მე იტალიაში წას. სახსრებს რაღაცებს და ხო. ამ დაგეგმვაში ვართ, ტვინი ადუღებულია. ხო, ესო დაიდება ორ დღეში მივდივართ. და ნუ მე ჩამოვალთ და რო ჩამოვალთ ერთ კიდე ჩაოლებრივ ეპიზოდს ჩავწერთ ალბათ. და მე სტუმრიანს. ან შეიძლება ცოტა პაუზა და პირდაპირ სტუმრიანით დავბრუნდეთ. ხო, კარგი შეიძლება. პირდაპირ ისა განახლებული. მიკროფონები ჩამოსულია. ხმის ჩამწერი აქვე უნდა ვიყიდოთ თბილისში. ხო. თავის კაბელებით. საკმაოდ ძვირი ღირს. თურმე. ეს რეკორდერი და კაი ხმარო იყოს. მოკლედ. ჩემი ტემუსმა იყო, მოგწონთ. ესეთი რჩევა მაქვს მეგობრებო. ვისაც ტემუდან არ გამოგიწერიათ ტანსაცმელი და ეს ჩემი кейსი. ეს გადაწყვიტა რომ ვარდისფერი პანტერას მაშინ იყოს. ხო, ვარდისფერი პანტერა ძალიან მიყვარს და ეხა ყველაფერი ვარდისფერი პანტერას თემატიკით. საათიც მაქვს ვარდისფერი, უბრალოდ აღარ გავიკეთე. რაღაცა დამეტანი იქნებოდა. სეიკოს. წინაზე მოეწონა ჩვენს მაყურებელს და ახლოდან გვაჩვენეთო кейსიო და უკვე სხვა кейსში მიდევს, მაგრამ ეს ესეთი ლამაზი кейსი. მივწიო კიდე უფრო ახლოს. აი. ხო, ძალიან საყვარელობა არის ესეც უბრალოდ ეს ვარდისფერი პანტერა მინდოდა და ხარისხით ის უფრო კაია სხვათა შორის. ესა? ის. ეს ძალიან სუბუქი და თხელია სამაგერო. ხო, მაგრამ ის რაღაც კარგი მოშნია და. ხო და. სამაგერო მე ვერ ვიშოვე кейსი ჩემი ტელეფონის არ იყიდება არსად დედამიწაზე. მე ერთ кейსების ძალიან დიდ მაღაზიას წავაწყდი შემთხვევით რა თქმა უნდა კონსტანტმა არასწორად მაყიდინა, იმიტომ რომ ტელეფონი ყუთში იდოდა პირდაპირ ვერ ჩავდებდი. და ეს მიდისო წინა მოდელის იგივე მიდისო უეჭველი, მაგრამ არ მიდის. ზუსტად მიდისო და აი როგორ ჯანჯღარებს. ზღარდა იცი დერვების მომშად. ეს რაღაცა პარკში მიდოს და იმის თქმა მინდოდა რომ ვისაც ტემუდან არ გამოგიწერიათ ტანსაცმელი, ზოგადად რაც გამოვიწერე, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, კაბები რაღაცები ყველაფერი ძალიან მომეწონა, ფეხსაცმელიც ძალიან მომეწონა, გადასარევია, ურბილესი, უკარგესი. ერთადერთი რაც არ მომწონს არის გირჩევთ რომ პრინტიანი ტანსაცმელი არ გამოიწეროთ რა, ანუ აი ესეთი ნახატიანი და პრინტიანი თუ გინდათ, შპანერივით არის. ხო. აი ხმა.
ანუ უხეშია რა, რაღაცნაირია, არ ვიცი, გამოკეთდა ესეთი რბილია ეხლა. უხარისხო პრინტია. ხო, ნაიკებს და იმებს, Under Armour-ებს და რაღაცებს რო პრინტი აქვს, რო ვერც იგრძნობს საერთოდ, ეგეთი არ არის, შრაშუნობს. ხო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ის თქმა შეგვიძლია. გვექნება თამაში. სულ ჩემ რაღაცებზე. ხო, და მინდა რომ აქეთ გადმოგიყვანო რელსებზე ისე. თამაში ქალაქოვანი გვექნება საქართველოს თემატიკაზე. გვექნება ორი თამაში გვაქვს. ხო, ერთი ნახევრად თამაში. ხო. რაღაც არ ვიცი რა ქვია მაგას. ტელეპათია ქვია. ჩელენჯი კი არა და გართობა თუ რაღაც არ ვიცი, ხო? ანუ სამამდე უნდა დავითვალოთ და თქვათ პასუხი რა კითხვაც იქნება იმაზე. და თუ დაემთხოვა ერთმანეთს რა, აი მაგალითად რაღაცა საყვარელი მსახიობი სიტყვაზე ვამბობ რა და 3 2 1 დავუყვებით წინასწარ დავიწყოთ და ნახავთ. აი ესეთი ხო, მე ახლა ამბებსაც განვიხილავთ, კომენტარებში წავიკითხავთ. ხო. ბევრი რჩევა საქართველოს დამოუკიდებლობიდან 108 წელი გავიდა, თუ არ მეშლება ახლა უცებ. ძალიან დაღლილი ვარ. ხო და გადავწყვიტე რომ კროსფიტის ტურნირზე გამოვიდე. დღეს მივაკვდი ვარჯიშს. მე სტუდია გავაწყეთ იქა, მე დავშალეთ, გამოვიტანეთ აქ გავაწყეთ და მოდი დავკონკრეტდეთ, რამდენი წლის ხარ? 40-ის. აი, 40-ის ასაკში ავიტეხე. ოქტოპუსის შიდა ტურნირი არის, ეს რა ქვია, სამოყვარულო, სერიოზული არაფერი, მაგრამ მაინც ძნელი იქნება და სერიოზული არაფერი და რა ვიცი. დავალებას რო შეხედო, ეგრე ვერ იტყვი. ხო, ნუ სამოყვარულო დონეზე რთული იქნება. მეც მინდოდა გასვლა, მაგრამ მოგეხსენებათ რომ ოპერაციები ვარ და აი მაკავებენ. ოჯახის წევრები მაკავებენ რომ არ გავვარდე და ესენი რა ქვია შტანგები არ ვისროლო. ხო, მაგრამ 3 თვეც არ გასულა ჯერობ შენი ოპერაციიდან და უკვე დარბაზში რაღაც სიმძიმებს იქნება მაინც. ხო, ვერ ჩერდა რა უქნა. სხვათა შორის ხა არ ვიცი ეს რჩევათ ალბათ არ გამოდგება, იმიტომ რომ ცოტა ისეთი სარისკო რჩევა არის რა. ოპერაციებზე წადიე ვარჯიშე ისეთი თემა არის, მაგრამ როცა შენი ორგანიზმი მიჩვეულია ამას და რაღაცა 13 წელია უკვე მძიმე წონებით ვარჯიშობ რა. ოპერაცია რო გავიკეთე, კი კარგად მიდიოდა ეს რეაბილიტაციის პერიოდი და რაღაც, მაგრამ აი ვარჯიში რო დავიწყე, აი იმ დღიდან რადიკალურად განსხვავებულად წავიდა რა. ჯერ ხო უკეთესად ხო. ჯერ ხო აი დისკომფორტით ტკივილი ქაჩვა რაღაცები რომ მქონდა, აი იმ დღიდან მომეხსნა. როგორც კი ვარჯიში დავიწყე. და ნუ კაი რაღაცა არის ვარჯიში. კი. ხო, კიდე გვიწყდება ხოლმე. ახლა გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ. მადლობა პატრიონზე ჩვენ მხარდამჭერებს. უღმესი მადლობა. ეს უცებ მოვითავთ. მაინც უნდა შეხსენება ხალხს რომ ახლა გამოიწერონ. ხო, იმიტომ რომ ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება და დაგვეხმარება. კი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გადავიდეთ ნიუსებზე. ამ რაღაც თამაშზე. აქ მაქვს ჩამოწერილი, ხუთი შეკითხვა იყო ხო, თუ რაღაცა მოვინიშნეთ. საქართველოს თემატიკაზეა. და ქვია ტელეპათია, თუ როგორ ამ თამაშს. ხო. არა, ტელეპათია ხო არის, ტელეპათია რომ გამოიცნო რა სიტყოდა. არა, ტელეპათია ქვია ამას და რა გავაკეთო ახლა. ყველა ქვია სრულიად. კაი, ქართული ყველა დროის ქართული ფილმი 3 2 1 ცისფერმთები. მეც ეგ უნდა მეთქვა, მაგრამ ცოტა ნელა გააკეთე რა არის. ისტორიული ფიგურა 3 2 1 ილია ჭავჭავაძე. ვა. ორი გავარტყით. მეორე დაემთხვა. ქართველი მუსიკოსი ან კომპოზიტორი ან მომღერალი ან დრამერი ან რა ვიცი, მესაყვირე, სულ ერთია. ქართული მუსიკოსი. კარგი. 3 2 1 ირაკლი ჩარკვიანი. ირაკლი ჩარკვიანი. კი ბატონო. პირველი გახსენდება? თუ ეგ რატო თქვი რომ შენი აზრითაც მაგას ვიტყოდი თუ? არა, მუსიკოსი რო დაიწყება, კი აი ირაკლი ჩარკვიანი გამახსენდა და ამიტომ ეგ ვთქვი რა. მე ძალიან მიყვარს რა, მე თვლია თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი ეს არის. ქართველი მსახიობი 3 2 1 თორნიკა გოგრიჭიანი.
ქართული მსახიობი თორნიკე გოგრიჭიელი გახსენდება პირველი? ყველაზე წარმატებული ეგ არის ახლა რა ვქნა. რატო? ისა? ჰოლივუდ. არ ვიცი, ეგ ხო იმაზე არ არის რომ ყველაზე მაგარია. ეხლა რომ დავფიქრდე და ისა ვქნა შეიძლება სხვა ვთქვა, მაგრამ ხო არა, აი წარმატებაც რო აიღო იმით რა ქვია ობიექტური საზომით. თორნიკეა თუ მერაბნინიძე. რაც BBC სერიალებში აქ ნათამაშები და ბევრი როლი აქვს. ხო, წარმატებული ალბათ უფრო ის არის, მაგრამ წარმატების საზომად იძახი რომ extraction-ში თამაშა კრის ჰემსვორთთან ერთად. არა, სერიოზული წარმატებაა ეგეც, მაგრამ კი. და კიდე ვინ არის ეგეთი? აი მანდუერო გოგო თამაშობს, გვარი სულ მოვიწყდება, ლამაზი გოგო როა. და ლაკიშვილი? ხო. ეგეც. კიდე ლევონ უჩანაიშვილი, ხო გაიგია? ლევან უჩანაიშვილი, კი როგორ არ კი. რიჩარდ გირთან ერთად თამაშობს, ხო? რიჩარდ გირი არის რაღაც იმას რომ გაიტაცებენ. ხო. მეთვინავს პრეზიდენტი რო რიჩარდ გირი. მე მგონი, ხო. და ისა, რა ქვია, გოჟა ჩერტკო. სადარი? პრიზონ ბრეიკში თამაშობს. მართლა? ვეგარ მაქვს. კარგი. ქართველი სპორტსმენი 3 2 1 კვარაცხელია. კვარაცხელია, ბევრი არის და ხება შეიძლება. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ დღეს თან იმიტომ რომ ეხა დღესთან 4 დღეში ის არის რა ქვია. ხო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში არის მეორეჯერ ზედიზედ. მარტო საუკეთესო ქართველი სპორტსმენი კი არა, ჩემი აზრით, არა მარტო ჩემი აზრით, ობიექტურად დღეს საუკეთესო ფეხბურთელია რა. კი ბატონო. რავი, აი დამიჯდეს ნებისმიერი და შევადაროთ და განვიხილოთ რა. ხო, და თან გამომხნევთ. ხო. ვიცი რომ უყურებს ჩვენ პოდკასტს, ამაზე ასეთ ეპიზოდს და. ის არის. ხუჩა წარმატებები. ფანი არის სერიოზული. კი, ხო, კომენტარებს ხოლმე. კი, გვწერს, პირადშიც გვწერს ხოლმე. და ბოლო. უბრალოდ დრო არ გვაქვს და ვერ პასუხობთ. და ბოლო. ქართული კერძი 3 2 1 ხინკალი. არა, ნახე, სხვა მომფიქრდა და ხინკალი ვთქვა. იმიტომ რომ იცოდი რომ მე ხინკალს ვიტყვანი. ხო, ალბათ. აჭარული ხაჭაპური. მაგიტო არის ტელეპათია, მაგიტო ქვია. რომ შეიძლება იდეაში რაღაცა გიგდეს და ხო და ეკითხე თავიდან, ისე უნდა თქვა რომ რაც იტყო და თუ შენაც ხო და ეს თავისით მოქმედებს, ახლა არ შენ არ გინდოდეს რომ თქვა, მაგრამ გეთქმევინებ. მაინც აჭარული მიყვარს თან. ხო, იცი რა არის, ეგრე ამბობს აჭარული მიყვარსო, მაგრამ შენ აჭარული გიყვარს გარემოდან გამომდინარე. ანუ მარტო ზღვაზე გინდა ხოლმე აჭარული შეჭამა. ხო, მაგრამ იქ რო კარგ აჭარულს შეჭამ, ხო. ის არის ყველაზე მაგარი ჩემთვის. აი მაგარი აჭარული, კარგად მობრაწული და ზომიერად რა ყველაფერი და შემდეგ. ხო, რა ხელოვნება არის. ანუ ეგ ხო ის არის რა ჩაკჭა ბავშვობიდან და რაღაცა ხინკალზეც რა თქმა უნდა. ხო და ეს ხინკალი თვითონ კერძად მიყვარს რა, არანაირ გარემოს და რაღაცებს არ აქვს მნიშვნელობა. კი ბატონო, შეგაწყვეტინებ, იმიტომ რომ არ გაჩვენებდი შენ ხინკალზე. ანუ დილას შუა დღეს აღამოს შემიძლია ისევ ჭამო ხინკალი, რომ არასდროს არ მომბეზრდება. აი ხა იტალიაში ვწავოთ, ნახოთ ქართული რესტორანი და ვჭამოთ ხინკალი. ხო ვეძებდით ქართულ რესტორანს. ფეხბურთის საყურებლად. აბა, ვერ ნახეთ ადგილი იტალიაში, აქედან რომ დაუბრუნო, რომ მივიდეთ და ფეხბურთს უყურო. აი, რამდენი Google ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე, რომ სპორტ კაფე მითხარი რომში. აი, ჩვენ მაყურებელს ვკითხოთ. ხო, თუ ვინმე ხართ რომში, ნამყოფი ეგეთ ადგილა, სადაც ბევრი ტელევიზორია და დიდი ეკრანი ცოტა. დიდი ეკრანი დაждები და ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნახო შეგიძლია, იქნება კომენტარში დაგვიწეროთ. 1-2 ვნახეთ, მაგრამ ვერც ბრონავ მაგიდას წერ Instagram-ზე არ გპასუხობენ, მეილს წერარ გპასუხობენ. მოგეთ თბილისში ბევრად მაგარი ადგილები მინახავს, სადაც შეგიძლია უყურო. ვიდრე იქ აქედან რაც დავგუგლე ხა და რა ვიცი Google-ით ვერ პოულობს ეგეთი ადგილები. ხო და იქ ეხლა მაგალითად ჯემინისაც ვკითხე რა, რომ ეგეთი კაფე ან რაღაცა ბარი მითხარი მეთქი სადაც ფეხბურთის ყურება შეიძლება მეთქი და დიდი ეკრანია თქო და რაღაცა ყველაფერი იყო როგორ იცი აი ფილმებშიც რო აჩვენებენ ხოლმე აი ბართან რო სხედან და სადღაც ზევით რო პატარა ეკრანი კიდია. ხო, ანუ ისე კი არის რომ არ არსებობს, ანუ ბევრი ამოაგდო, მაგრამ აი რაღაცა ძალიან პატარა ბარები, მართლა რომ იქ ბართან ფეხზე უნდა იდგე და კუთხეში ესე კუთხეში ვეთკიდია ტელევიზორი რაღაცნაირად იმაში რომ დაუყურო.
ასე დაჯდე და უყურეს კარგად კუპეში კუპეში ეგეთი ადგილები ჯერ ვერ ვნახე და ცოტა ნერვიულობ უკვე იმიტომ რომ არ ვიცი რა ვქნათ მაშინ რაღაცა აუ ხო აბა იმაზე ქართულ საიტზე ვერ ვუყურებთ პლანშეტში ხო ვუყურებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბოლოს ნომერში არა საქმე იმაშია შეიძლება პლანშეტშიც ვერ ნახო რა ნახო პლანშეტში ну რაღაცა subscription-ს იყიდი რამენაირად ხა ონლაინ იქნება შესაძლებელი იტალიიდან მაგრამ ლეპტოპი ხوار წავიღოთ HDMI და ტელევიზორში და მაგის გულწრფელს ვიყიდოთ ლუდები და რაღაცები და ოთახში უყურებ აი არ მჯერა ხა რომ ჩემპიონთა ლიგას ვერ უყურებთ ნორმალურად რაღაცა იქნება მჯერა აუ ეს თითი მაგ და ვერ გძნობ ვერაფერს არა შენ კაი გადარჩენილი ხარ ხო ცივები დავიდა სხვანაირი ფორმა ქონდა თითო შევხედე ესე ქონდა მოგონული იყო ბოლოში რაღაცნაირად ესე შვებოდა ბოლოს არა თან ეხლა რა არის ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გასწორდა ეხლა ნელ-ნელა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე თითებისაც არ მაქვს სწორი ანუ ეხლა შენ რასაც ამბობ ეგ ისედაც ეგრე მაქვს ანუ დეფორმირებული მაქვს დაცულები და რაც გაკიკიდან კიდე მასე იყო მაგას გეუბნებით ხო და ანუ ისედაც ის არის ცოტა დეფორმირებულია და ის დეფორმირებულია და იქ რო გასივდა და რაღაცა თან ზუსტად იმ მიმართულებით მოუვიდა რა მიმართულებითაც არის დეფორმირებული და ესე დაიგრიხავ ხო აუ დე ჩემი ამას რომ მოусმის გაგიჟდება გადააპაუზებს და მირეკავს ეგრევე კაი სხვა რა ხდებოდა ქვეყანაში რამდენიმე სახალისო ამბავი შეგვხვდა მას მოინიშნეთ ხო კაი რაღაცა ნიუსები გქონდა ერთიაც მახსოვს ახლა ზეპირად არის რომ ამერიკაში მოხდა მგონი ერთმა ქალმა თავის ქმარი გამოიჭირა ღალატში როგორ იცი სახში ჰქონდათ რაღაცა ჭკვიანი სასტორი და იმ სასტორზე რომ დადგებოდი ანუ ტელეფონში მოგდის ის არა რამდენი აიწონე რა ანუ აწონა და აფიქსირე ამ დროს ამ საათზე რომ თქვა ყოველდღე რომ იწონი მე ტელეფონში ნახო ისახე რომ არ იწერო რა ხო და ერთ დილითაც რომ დადგა აპირებდა აწონოს მე ტელეფონი გახსნა ერთი თუ ორი აწონვა იყო ისეთი რომ თვითონ არ უკეთე მანამდე და თან იყო ისეთი მსუბუქი წონა ქალის წონა რომ იგებოდა და ეს გაიფაქტა ქმარი რომ ვინა იწონა გამსასწორზე გუჩინო მე სხვა რაღაცა მეგონა ანუ ეგ ნიუსი ხო ნახულობთ ახლა ნიუსებს და უზიარებთ ერთმანეთს და ეგ რომ მითხარი ეგ ეს უბრალოდ მე ეს დაწურილებით არ ვლაპარაკობთ რომ მე აქ განვიხილოთ ხოლმე ანუ მე ვიფიქრე რომ წონებს ინახავს ის და იქვე იმას აქნა რა ანუ სასწორზევე რომ თვითონ რომ დადგა სასწორზე იმას აქნა ეს აპლიკაციაში რომ მისდიოდა ჩვენი რობოტივით ეგრე თუ იყო არ ვიცოდი ეგეთი სასწორი თუ არსებობდა იქვე როგორ უნდა ნახო რამდენი წონა უნდა ჩამოგიწეროს ერთი კვირის წონები როგორ უნდა გიწეროს სასწორმა წინა ორი წონა არ ვიცი. შეიძლება სასწორზე იყო მე ესე მახსოვს რა ეხლა ეს დავიკითხე რამდენიმე დღის წინ და. ხო არა მე ის გამიკვირდა. მაგას ავიშალებ აქ მაგრამ ანუ სასწორმა დაიმახსოვრა წონები და მაგით გაიფაქტა ქმარი სასწორით. აუ რა გადაობა არის ესე. ხო. აუ ერთი სასწორმა ჩაუშვა. აუ ერთი ისტორია ვიცი ესე მოკლედ გოგოს მხრიდან რა მე ხარ და კონკრეტები ვინ არიან ახლობლები არ არიან ისეთ დაქალებმა იპოვეს ამ გოგოს ამ დაქალის ქმარი ტინდერზე რომ ანუ ქმარს ქონია ტინდერი რა და მე ვფიქრობდნენ რომ აი უთხრათ არ უთხრათ რაღაცა და ამ გოგოს დას უთხრეს და ამ გოგოს დამისაო მე მოვაგვარებო მაგ საქმესო მე ვეტყვიო ხო და რო უთხრეს ეს ქმარმა როგორ იმართლა თავი ახლა ესო სამსახურისთვის მაქვს. სად მუშაობდა? რა ვიცი, არ გამიშველა, სამსახური. სამსახურში უნდა მუშაობდა, რომ ეგ მართალი გამოდგეს. არა, რას ვთავარე შეგეძლოს მაგით თავის რას ვთავარე დაიჯერა ამ ცოლმა, რომ რას გამომიშალეთო ნერვები კაცო სამსახურისთვის ქონია და. ხო და ესე იგი რაღაც დამოჯერებელი არგუმენტი იყო. ახლა იქ თუ მუშაობ რა ქვია. არ ვიცი რა ვთქვა, დისტრიბუციაში და უცებ იტყვის სამსახურის გავამაქო, რაშუაშია ხო? ან სადღაც რომ მუშაობ რა. აი სად უნდა ექიმი რო ხარ და მაგისტრის მაგ. ეცაბი სად უნდა მუშაობ? ხო და მაგას რომ რა შეიძლება იყოს ეგეთი სამსახური, რომ მაგითი გაამართლო. აი სუტინიორი უნდა იყო. რა ხო? ან ერთი ეგ.
არ ვიცი, სხვა არ ვიცი. ეს შესას, იქ რაღაცას თვალთვალებ. ხო. როითომის ხარ ვერ მოვუკებ რაღაცას გასაგებია. ალბათ შესას. მაგრამ იქ ხო შენი სახელით არ იქნები. შენი სახელით არ იქნები. შენი ფოტოებით და შენი სახელით. ფოტოებით იქნები, ალბათ შეიძლება დაგჭირდეს რაღაცაში. აუ, კიდე ერთი ისტორია ვიცი, ოღონდ არ მახსოვს ვის აქვს მოყოლილი. რომ ცოლმა ქმარს აი ეს შეუსწრო საძინებელში რა. იმ მომენტში შეუსწრო. და ნუ იქ პანიკა რაღაცა ეს ქალი გავარდა და მე ეს კაცი უმტკიცებდა რომ მოგეჩვენაო. ფილმის ისა. უწარკვეთილი ისა. საშინელება არ წარმოიდგინე. ხავს მოჭიდება არის, რომ მოგეჩვენათ ეს რომ დავიმარჯო. ხო, რა ნერვების მოშლელია ხა ქალის. ანუ მოგეჩვენა რომ საერთოდ ვინმე იყო თუ რომ რამე ხდებოდა. არა, რომ ვინმე იყო. საერთოდ არ ყოფილა. ორა ონომსობა არის, მაგის გატანას ცდილობ რომ დაამტკიცო ეგ არა. რა დაგინახავს. ერთი გამახსენდა, ალბათ გვიყურებს, ნახავს ამას. სახელს და გვასარ დავასახელე. ჩემთან ვსვავდით გვიანი იყო უკვე რა, აი უკვე ძალიან. მეგობარზე ყვები? ხო. კაი. სახელს და გვასარ დავასახელე. ხო და ვიყავით რამდენიმე ადამიანი შინაურები და ეს იყო თავის ცოლით. და აღარ მახსოვს როგორ ჩამოვარდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რაღაც გოგოზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ამ ახსენე მეგობარიაო რა. ხო. ხო და ამ ცოლმა უთხოვ რა მეგობარიაო, ეს არისო რა ქვია. მე ვიციო შენ უწერო იმას ხან და რაღაცეებიო რა. ხო და ამან გაიგიჟა თავი არაო რა სისულელი არისო კაცო, არაფერი ესეთიო და როგორ არ არისო იმ დღეს რა ქვია დილის 5 საათზეო რაღაც WhatsApp-ში წერდიო რაღაცეებსო რა. ხო და ეგ საიდანაც არ ვიცი, მაგრამ რაღაცებს ხო წერდი WhatsApp-ში იმასო და არაფერს არ წერდი, კაცო სიმღერებს უგზავნიდიო. და ანუ მაგდროს ხო ცდილობ რომ მეგობრის ხარი დაიჭირო და გამართო, მაგრამ ისეთ სიცილი აგვიტყდა რომ აი ისე დავწინეთ რომ ვერ დავეხوارეთ მაგიაში აგვეჭირა. რა სიმღერებს დილის 5 საათს სიმღერებს უგზავნიდ. რა ეგეთ რა ლინკებს ნახულობდი რომ დილის 5 საათზე უნდა რა მოიწმინოს რაღაცა. ხო და არც მცოლმა არ დაიჯერა, იმანაც დაცინა. აუ წარმოვიდგინე ხა დავცინებდი კი. სამი ადამიანი თავისი ცოლით დავცინოდით და ეს მაინც დავსიმართლებდა ბოლომდე. არა სიმღერებს უგზავნით. შენ უცოლოდ. როგორ? სამი ადამიანი თავისი ცოლით დავცინოდით და შენ უცოლოდ თქო. არა, თავის ცოლი და კიდე ორნი ჩვენ. აკა. ხო და. კიდე ხო არის რამე ეგეთი ისტორია? ერთი ის იყო, კი ნახო გავიფაქტე ჭიქები რო იპოვე ღვინის შენ. საკუთარ ჭიქებზე რო იეჭვიან. კი ვიღავ წავიღე იმათ დნმ-ის ანალიზზე. აუ მამა ჩემის ისტორია გამახსენდა ხა კიდე. მოყვები? რა ვეტო. ეს იყო, ეხა მაგ ღამით იმაზე გამახსენდა, ღამით სიმღერების გაგზავნოდეს და რაღაცას. ღამის არ ვიცი, აი რომელსაც იქნებოდა, არ ვიცი, მე მახსოვს კარგად ეგ რა, შუა ღამე იყო. და ეს მოკლედ იმას ვიტყვი, რომ ნათლია ჩემს ქვია ინგა. და არის დედა ჩემის ბავშვობის მეგობარი. სტუდენტობის რა, დაქალი. დღემდე. და ეხა უკვე ჩემი მეგობარი და მოკითხა ინგას. და ეხლა რატო ყვები ამას? ეს ინგა დაიმახსოვრე სახელი. ანუ შუა ღამე არის, არ ვიცი რომელი საათი არის და გვაღვიძებს მამაჩემის ტელეფონის რეკვის ხმა. ნასვამი მოვიდა სახლში. და რეკავს ეს თემოდა უპასუხა ტელეფონს მამაჩემმა. დედაჩემიც იქვე არის და ქალის ხმა გვესმის, რომ თემო ინგავარო. როგორ მიხვედიო თუ რაღაცა ეგეთია რა. ზეუნება რა. და მამაჩემმა ალო არის მისო და გაუთიშა. ხო და ნუ დედაჩემმა გაატარა რა თქმა უნდა ეს რაღაცა და მეორე დღეს ეკითხება რა მამაჩემს რომ ეს ვინ იყო გუშინ რო გირეკავდა? ვინ მირეკავდა? შუა ღამისაც რომ დაგვაღვიძაო ყველაო იმ ხმაზე რეკავსო შენ ტანო ძველი ტელეფონები რო იყო რაღაცა.
ხმა გავიგეო. არა ისო რაღაცა იმართლა თავი. გავიგეო რომ ქალის ხმა იყო და თემო ინგავარო და რაღაცას გეუბნებოდაო და ვინ იყო და რა უნდაო შუაღამისასო და ეგო შენ დაქალი იყო. აი რა მოკლე ტყუილი არის წარმოიდგინე აი მაგის გარკვევას რა უნდა აი მაგ დროს რა აი რასასო წარკვეთილები არიან ხოლმე რომ აი ესეთ ტყუილს რო ამბობ რა აი რაღაცა ან რაღაცა წინასწარ მაინც გქონდეს მოფიქრებული როცა ესე იქცევი და რაღაც ხო ესეთი შემხვდა კიდე ერთი ამბავი რაღაცა ზე გავრცელდა ტელეგრამზე თუ რაღაც ეგეთი ამბავი რომ რუსეთში პოპულარული ხდება ნელ-ნელა კაცებში პლასტიკური ოპერაცია ყურებს იმტრევენ მოჭიდავებს რო დამტრეული ყურები ხო იცი ხო ეგეთ ყურებს იკეთებ პლასტიკური ოპერაციით თითო ყური ჯდება $80 როზე დაგიმტრიო რო პროექტი შაშიში ის კონდეს შესახედაობა რომ ვიღაცა შეხედა ეს მოჭიდავია და არ მინდა ამასთან ის დააცი ფულს რატო იხდიან მაგაში დააცემინონ ვიღაცას თავი და რო ეხა იტკივნეული იქნება სადრო მართლა დაგემტრევა ყურები და სადრო ქირურგიული ჯარებით გაიკეთებენ ხა მაგარი რაღაცა თუ შენ დაცემინონ თავი არა ესე იგი იარონ UFC-ზე გამოვიდნენ ხოლმე და არა მგონი ხა ეგეთი ტკივნეული იყოს ეგ ნუ წარმოიდგინე ხა რაღაცა დონეზე იქნება, როგორ არ იქნება ხა ხტილში რაღაც არ მოხვედრია ყური, ის ძალიან მტკივნეულია. არა, არ მოხვედრია არასდროს. კი ერთი ორჯერ მოხვედრია და ძალიან მტკივნეულია, მაგრამ რომ მოხვდება რაღაცა მტკივნეულია და. მოდი დაგიმტყვი არ გინდა. თან მერე ის რომ ტყდება შიგნით რაღაც სითხე დგება რაღაცა, ანუ რაღაც ესეთი ის არის რა პროცედურა. არ გინდა შენ? მოგიხდება. რაცნაირი კომენტარი ხო გამეცინა ვერ წავიგე. ისა ბრუტალური შესახედაობა გექნება. არ მინდა. არა, კარგი. ის ჩინეთში რო ღია ტუალეტი გაუკეთეს სამშობლოს. ო ეგ რა საშინელი ბარი ხო თან სასაცილო არის, მაგრამ თან ეგეთ პირობებში რო გამუშავებენ, ანუ რაღაცა ცოტა ძალიან ის არის. ძალიან საშინელი. ჟუტკი როგორ არის ქართულად? ჟუტკი. ბნელი თუ როგორც არის რა. სატირალია სასაცილო რუკი რო არ იყოს კიდე როგორ არის? სასაცილო სატირალი რო არ იყოს. ხო, ანუ ისინი რა ქვია, ესე იგი კაბინები მოხსნეს საერთო ტუალეტში, რაღაცა ქარხნის და თანამშრომლები დიდ დროს ატარებდნენ იქა და ამის გამო რომ რაღაცა ეთყო ზედამხედველი დააყენეს და უყურეს. არა, კაბინებს თავიდანებე კედელი არ იყო საერთოდ. ნუ ეთყობა ქალების ტუალეტი ერთი დიდია და კაცების ერთი დიდია. არა, და იქ ჩვეულებრივად ქალები, ანუ თავის საქმე გააკეთა ტუალეტში და გამოვიდა, ანუ ჩვეულებრივად ხალხი მოძრაობდა. ვიდეო რაც ნახა ეგრე იყო. ხო. არ წაშინელებაა მოკლედ. კი. ვინ მოვიდა აზრად, ეგეთ რაღაც რანაირად უნდა. ან ისინიც რატო შედიან რა, რატო შვებიან იქ, რა გავიდოდი, სადღაც გარეთ ვიზავდი მაგას. თუ მას გიყურებს ხალხი? ხო, რაღაცა ბუჩქებში არჯობია? შეიძლება არ არის გარშემო ბუჩქები. არ ვიცი ხო, მაგრამ ნუ ეგ საშინელებაა. ნუ რას ლაპარაკობ თან აი ტუალეტი. ეგეთ პირობებში მუშაობა წავიდი. ტუალეტები არის ჩემი. ესე რო გექცევიან რა. კივილი არის რას ლაპარაკობ აი. ხო, კიდე იყო ეს მაგარი ამბავი. გავხედე ხა დასაივებულებს. ის გამახსენდა, სუის მახსენდება. დავადებ ამ ფოტოს ვულკანის ამოფრქვევის ფონზე რო თხოვა ხელი. ანუ ფაქტობრივად ის სიცოცხლე დააყენეს თავიანთი საფრთხის წინაშე, ხო? თუ არ იყო საშიში. ხო, როგორ არ არის საშიში? იგა ძალიან ახლოს გარა ამოფრქვევა. ანუ ეთყობა იციან ხა ამათ, მაგრამ ხა შეიძლება ესე არ იყოს ქარი ვით რუცებ და უბეროს და კეთა მოიღოს რო იფრქვევა ალბათ. ხო. აქ თავისი კალაპოტი მაგრამ. ესეთი რომანტიკული ხელისთხოვნებიდან ეს მომეწონა. ხო, თუ რომანტიკული ან ასეთი უნდა იყოს, ან საერთოდ არ იყოს. უბრალო. ხო, ეს რაღაცა პარიზის ფონზე, ისა ეიფელის კოშკის ფონზე რო დგანან, ძალიან ბევრი ერთი ფოტო მაქვს ნანახი, ძალიან ბევრი წვრილი რო დაჩოქელი დგას და ეს თქოს ეს ძალიან ის არის უკვე ბანალური. გოიმობა. ხო. არა, მე ხა ვინმე შორწყობას კი არ ვაყენებ, უბრალოდ ის არის რა, აი, უფრო ბუნებრიობის ისა ვარ
მომხრე რა, აი ვულკანი, როგორც ბუნებრივიც არის. ხო, თუნდაც ბუნებრივი სიტუაციების და თუ ორიგინალურს აკეთებ, მაშინ რაღაცა მართლა ორიგინალური უნდა იყოს და არა რაღაც ეიფელის კოშკის ფონზე, იმიტომ რომ ყველა შვება მაგას რა. ორიგინალური აღარ არის მაგას ვამბობ და რომანტიკული კიდე ის უფრო არის რა, აი შენი ინტიმური რაც არის, რომ აი შენ რაც გიყვარს შენ საყვარელ ადამიანთან ერთად, აი იმ გარემოში. ამათ უკანი უყართ. ხო, შეიძლება რაღაცა ისტორია აქვს თან რაღაცა, რა ვიცი, განსაკუთრებული. მაგაზე უფრო გიჟური რა იქნება, არ ვიცი. პარაშუტით გადმოხტომისას უთხოვო ხელი. ალბათ, იქნება რაღაცა იქნება გაკეთებული. კი, Red Bull-ის დაფინანსებიდან რა. კი, წყალქვეშაც ყოფილა. წყალქვეშ, ოკეი. კიდე. ისა თვარეზე. მოგაფრინდა თვარეზე და ის თვარიდან ერთი რო გაფრინდეს. რო უყურეს მეორე მიტელესკოპით. კიდე ბეჭდს რო ჩვენებს. კარგი, მოვიხილეთ ახალი ამბები. ავიდეთ ქალაქობანაზე. პირველი გვაქვს ქართული დაგვიანების მიზეზი. ქართულებმა რაც ვიცით ხოლმე თავის მართლება რა. სამსახურში დააგვიანებენ სადმე და როგორ მიმართლებთ თავს. დაგვიანების მიზეზი. მეორე არის სადღეგრძელო. ოღონდ ან გაგებული უნდა გქონდეს, ან ეხა ასენები მოიგონე ამ წუთას არა. რაც არსებობს სადღეგრძელოები. ხო. მესამე არის რა არ უნდა შევკვეთო სახინგლეში. მეოთხე არის ქართული ვირუსული ვიდეოს ან ვიდეო თვითონ ან პერსონაჟი ვიდეოდან. ან ფრაზა. და შემდეგ არის 90-იანებიდან რაც გაქრა, რაც 90-იანებში იყო და აღარ არის. 90-იანებში 2010-მდეც შეიძლება. ხო. აი ძველი რაღაცა 90-იანამდე მოყოლებული რაც აღარ არის. ხო. ეგეთი კატეგორიები მოვიფიქრეთ. ვიწყებ ჩამოსმას. ხო, ტრადიციული და არაფერი არ არის, ხო? ვიწყებ ჩამოსმას, გავედი 33-ას გავხსნი. აუ, სტოპ. მართლა გავხსნი. თავიდან კაი. ჩემი რამდენი მაკეთებინ რა. შვები ხო ყველაფერს და მე ვერ ვასწრებ იმას. ვიწყებ. სტოპ. ზ. კაი, ის არა ვირუსული ვიდეო ვერ მოვიფიქრეთ. ხო. კაი, დავიწყეთ, მოყევი აბა. დაგვიანების მიზეზი. ზეიმი ჰქონდა ბავშვს. რა? ზეიმი ჰქონდა ჩემ ბავშვს. კაი რა. აგერა. ვა. აი. ახლა წაგიშალოს. არა, დავინახე. 5-5. როგორ ის ზედმეტად ბევრ დროს ვატარებ ერთ. ზადაგზელა? ესეთი სადღეგრძელოები ხო არის ხოლმე ხა აღიარე. ზამთრის პირველ დღეს გავმარჯვა. რა? ასე ყველაფერს მოიფიქრებ. გაზაფხულის მოსვლას გავმარჯვოს და რაღაცაებს ხო და მაგას გეუბნები, ნებისმიერ სიტყვაზე მოიფიქრებ სადღეგრძელოს და გაამაზებ. არა, ნებისმიერ ხა იმის რა ქვია. აი უნდა გაგებული კონდეს მაინც. კონდიციონერი სადღეგრძელოს ხო არ ამბობ არა? ანუ აი იციან ხოლმე ესე ნებისმიერ ეგეთ მოვლენაზე რა, რომ ხო არაფერი მოვიდა ზამთარისაც წავიდო და მაგრამ აი რაღაცა გაზაფხულის შემოსვლას გაუმარჯოს და რაღაცებს ხო იძახიან. გაზაფხულზე კიდე შეიძლება გაგებული ზამთარზე რაღაც არ გამიგებინ ესე თქოს. კაი ხო, 0. ზნეობის? ჰა? ზნეობის სადღეგრძელო? ეს ზნეობის სადღეგრძელო რა არის? აი როგორ ამბობენ ზნეობის? არა, თუ არ გაგიგია არ ითვლება. თუ არ გეცნობა არ ითვლება. კი. არა მართლა. კაი დაწერე 10 ქულა 10 რამდენი? ხო იყოს 0 არ გინდა არ არის არ არის ანუ უნდა შევთანხმდეთ რო არსებობს 0 ხო 10 რატო ან შენ ითვლი ზამთრის პირველ არა ხო ანუ თუ ორივეს გვიწერია ერთი და იგივე მაშინ 5 ქულა და თუ სხვა განსხვავებულები 10 არ ითვლება 0 ხო რა არ უნდა შევკვეთო სახინგლეში ზეფირი მე ზღმარტელი მიწერია კარგია ჩაიწერე 10 ეხლა ამაზე გამახსენდა ერთი ისტორია პატარა მოუყვე? თუ ვინმეს გაგახსენდათ ამ კატეგორიებზე რამე დააკომენტარეთ. ხო. გავიდეთ ბოლოში, მაგრამ თუ მოყვები. უცებ მოყვები. ეს მაგარი ისტორიების ხოძახა.
ის ერთ-ერთმა მაყურებელმა დაგვიწერა გვანცას ისტორიები მომწონსო და აი გავინავარდე. ისა ივენთი გვანცა კლიპსი ივენთი მქონდა იმაში სიღნაღში და ვის ვეტყოდი თუ არა სოფოს. სოფოს მივწერე რომ მეთქი აი წავიდეთ თქო და დავაი წავიდეთ და ერთად წავედით სიღნაღში და ნუ დილას ჩავედით სწორად მახსოვს არ მახსოვს ზუსტად მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს და რატომღაცა ეს სიღნაღში დავლაგდით სასტუმროში და გამოვედით და სოფომ ვისაო რა ვჭამოთო რას შეჭამო რა გინდაო შენო და აი რატომღაც აი ცხოვრებაში რო ეგეთი რაღაცები არ მომდომებია არასდროს და მე ქართული სამზარეულოსისა ვარ ფანი ეს გამოვცხადე რომ ეს მინდა მეთქი ცეზარის სალათი მინდა თქო და ჩიზკეიკი მეთქი ღამაზე გავახსენდა რა არ უნდა შეუკვეთო სახეკლებში და მიყურებს ესე და აი ცხოვრებაში ეგეთი რაღაცები არ მოგდომებიო და სიღნაღში რატომ მოგინდაო რაღაცა მისინიო ტირამისუები და ჩიზკეიკებიო და როგორი ესეთი აღტკინებით მისმენ გისმენდი და რა გავაკეთო კაი ვირუსული ვიდეო არ გვაქვს დუდლავობდი ფერი შემეცვალა და უკან ვეღარ ვირუსული ვიდეო არ გვაქვს ვირუსული ვიდეო 0 თუ იმის გაგახსენდათ 0 და 90-იანების მერე რაც გაქრა ზუკო მაქვს მეც 5-იანი 20 კულა მაქვს კაი დავიწყებ ჩამოსმას სტოპ მაცადეთ რომ გავიდე b g d e v კაი დავამთავროთ რა გავიჭერეთ მე ვირუსული მაკლია შენ 90-იანი დაიწყე მიზეზი დაგვიანების მიზეზი ქართული ვეტერინართან მყავდა კატა ნუ ქართული არ არის მაგრამ ხო მიზეზია ხო დაგწერე ქართული დაგვიანების მიზეზი კაი ნუ აი გულწრფელად შენ ჩაითuliდი ანუ იმენა ქართულ ხო აი ქართულ კულტურაში რო არის და მოსულა ჩვენთან და სხვა შეიძლება ცხოველში მიზეზე ვეტერინარ მცველად გამიხდა კატა და რა ვქლებოდა და ვარიკოზული ვენები მოწუხებს არა არა კიდე ახ ფიქრობ ცხოველში კაი ნოლი მე ეს მაგდა ანუ არაერთხელ გამიგია აბა ბატო დააგენ ვერავდექი კი ხორცებს ვერავდექი თუ ვერადექი მაშინ კი თუ 14 კი მე ანუ შენს გითხოვს არა მე არ მითხოვს მაგრამ მახსოვს რაღაცა გოეთეში ვთანხმდებოდით ჯგუფის შედგენაზე და აი ყველა შევთანხმდით რაღაცა დროზე და ერთი გოგო ამბობდა რომ მე ამ დღესო დილას ვაცე ვერ მოვალო რატო და ვერ ვდგებიო და ამ დროს მე ის მიფუჭდებოდა საქმე იმიტომ რომ ლექციები მქონდა და ვერ ავიღებდი იმ კრედიტებს რა ვერ დავაგროვებდი ამ გვიან რო დაგვენიშნა და არა ვერ ავდგებიო შანსი არ არის ხო და ხა დარწმუნებული ეგ იტყვის ხა მაგ მიზეს ჩაწერი 100%-იან სადღეგრძელო ვაჟკაცის ანუ ბავშვი რო ყავს ვაჟი და ვაჟკაც შენი ვაჟკაცის სადღეგრძელო კაი ეხა რანაირად რა ვაჟკაცის სადღეგრძელო შენ ზოგადად ვაჟკაცის სადღეგრძელო არა ეს არის შენი ვაჟკაცის სადღეგრძელო ან ბავშვების სადღეგრძელო ან კონკრეტულად იმას გაუმარჯოს რა ქვია რა დამპალი პატარა გიორგის არა ეგრეა ეხლა რომ ვაჟის სადღეგრძელო ესეთი არის ნეობარის გამოცარჩავი თვალი არის ეგ რომ ანუ მოდი ვაჟკაცის სადღეგრძელო იყოს ანუ ეს ხო არის მაგალითად წასულების სადღეგრძელო არის მშობლების არის რაღაცა და ეგეთი არ არის აი და მაყურებელმა შეაფასოს ეგ სიტყვა შეიძლება სადღეგრძელოში გამოიყენო მაგრამ არ ქვია მაგის სადღეგრძელო კარგი 0 ვინ ჩვენ ხელიდან შენდობას მოელის 15 აი მე მოწოდების სიმაღლეზეა რა უნდა შევკვეთო სახენკლეში ვინეგრეტი მაგაც ხუთები რუსული ვიდეო კოვიდის დროს რა იყო ვერა ეს კი ბატონო იყოს 15 10 არა მე არ მაქვს ვაფშე არ გაქვს 90-იანები არ გაქვს არა მე მაქვს Walkman-ი ეგ არ ვიცი რა Walkman-ი არის კაცო კასეტიანი ისა პლეიერი რა მაგ Walkman-ი
არ გახსოვს? უცებ რაღაცა გადაცემა რატომ ვიფიქრე. მეორე მაგ ვაისროი. კი. ვაისროი არის დღეს არსებობს თუ არ გამიგია სიგარეტი იყო ვაისროი. ვაისროი მახსოვს. ვიქერო ის რო ეძახდნენ. ხო. მაგრამ ვოლკმენია რო თავარი ვერსია. აუ 15 გადაგია. აუ ეგ მეც მქონდა რა არ გამახსენდა. რა ვაისროი? მაგრამ ვაისროი ხო? უშუალოდ ეწევოდი ვაისროის ой მე გადამიარე მართლა. 30, 45, 50 ჯამში 70 ქულა მაქვს. შენ? 20, 30, 40 ხოლმე. ჯამში? იმიანად ხო? არ ჩამითვალე არაფერი და რა 70 თუ 40. ეს უნდა დამეკეცა. მაყურებს კომენტარები. ძალიან მიყვარს ხოლმე ეს რაღაცა ისტორიებს გვიწერენ. ჩვენ მოყურებლები. მე შევალე მას. კითხვა რა იყო? საზღვარგარეთ გადახდენილი უცნაური ამბები? ხო. აუ ამ კომენტარს წავიკითხო რა ირაკლი გოგორიშვილი გვიწერს ცოლი მომყავს ბიჭო არ ვიცი აქ რატო წერ მაგრამ იყოს დღეს ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ დარჩეს აქ მემორითო გილოცავთ თუ ძველი არა ეგა ეხა ბოლო ვიდეოზე იყო ხო მართლა აბსოლუტი ხანი გავიქ ხო გილოცავთ ოჩახ და ბედნიერებას გისურვებთ ამ აპილკო სამოგზაურო ისტორიები იყო წესით, მაგრამ ჟორა კეისარი გვიძარს პარსვის ას გიყურებდით და კორიანტაზე ლოყა ავიჭარი სიცილისგანო. კორიანტელი რა იყო? ეს რა ვითამაშეთ? Whisper Challenge-ი რო ის. ზურაფ იროსმაიშვილი საქორწინო მოგზაურობაში ვიყავი ეგვიპტეში ისე მოხდა რომ არც კომპანიამ გაგვაფრთხილა არც ჩვენ გავითვალისწინეთ და შარმელ შეიხში ჩასულებს დაგხვდა საომარი მდგომარეობა რის გამოც ვერც პირამიდები ვნახეთ ვერც კაიროში გავიარეთ ქუჩაში პიკაპებზე ამხედრებული ბრაზილიელი რონალდოს ფორმაში გამოწყობილი კალაშნიკოვიანი კაცები დადიოდნენ ბოლოს რომ ვითხოვეთ გამოვყრუდით სასტუმროში და სადმე წაგვიყვანეთ თქო კი კაცო რა პრობლემაა და გვერდით შენობაში არსებული ჩაის მაღაზიაში წაგვიყვანეს, სადაც ეგვიპტური ჩაი გვაყიდინეს, არც თუ სასიამოვნო ფასად. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ. აუ აი წარმოუდგენლად ცუდია. ხო, ესე მანდ ვაჭრობა შეიძლებოდა ფასზე მაგათ უყვართ ვაჭრობა და. ხო, იქა ჩაიზე ხო? არა, ეთყო ვაჭრობის თავის აღარ გქონდათ და. ხო, საშინელება. თან საქორწინო სამოგზაურობაში. გიორგი შუშაძე ამას გადაახტი? არა. არ მიცი საქორწინო მოგზაურობაში ხა მივაქცია მაგას ხო ნამდვილად არ დაგმართიათ კაი ამბავი მაგრამ აი მოსაყოლად ხო ეს არის რაღაცნაირი სამაგიერად არ მიჩვენებს მაგას აბა მითხარი რა არის სამხრეთ კორეაში გიორგი შუშაძის კომენტარი სამხრეთ კორეაში ვსწავლობდი რამოდენიმე თვე ამ პერიოდში ულსანში თამაშობდა ვაკო ყაზაიშვილი და მეგობრის დახმარებით ვთხოვეთ თამაშის ბილეთი ულსანის სტადიონი არის ფენომენი. ნახევარი სტადიონი მაგიდებითაა მოწყობილი. ხალხი ოჯახები ძის და პირდაპირ სტადიონზე აქვს მოწყობილი პიკნიკი. მაისურს ან შარპს ვერ იშოვი. სამაგიეროდ შემწვარი ქათმის და ნუდლების უდესი არჩევანი ჰქონდათ. მთელი ცხოვრება ფეხბურთს უყურებ და ისეთი სტადიონი არასდროს მინახავს. პლუს თამაშების დაწყებამდე სტადიონზე საქორწინო ფოტოსესია შევეჯახი. ერთ-ერთი კორეელი წყვილის ფოტოებში ალბათ მეც ჩამარ მობოდიალე. ეგ მეც არ გამიგია ეს მაგიდები რო არის და. ხო, არ მეც პირველად რესტორანი ვით რო არის. ხო, წავიდეთ. აი, ფეხბურთის ყურება თუ გინდა. კარგად. კაი, ეს მე ბოლოში მიჩვენებდა. რუსბეჟი. მაგას? ხო. რუსბეჟ გვიწერს. ეს ისტორია 11 წლის წინ მოხდა ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში, არალეგალურად მოპოვებული 5 ჭიქა ტეკილას შემდეგ. მე და ჩემ ამჟამინდელმა შეყვარებულმა. იმჟამინდელმა. მე და ჩემ იმჟამინდელმა შეყვარებულმა ახლა უკვე ქმარმა გადავწყვიტეთ წითელზღვაში შიშვლებმა ბანაობა. ჩვენი რომანტიკული განწყობა ჯერ მარჯნის ტოტებმა და წყლის ზღარბებმა გაგვიკარწყლეს. დავიზიანეთ ფეხები და ფეხის გულებში შეგვერჭოს ზღვის ზღარბის ათასობით წვრილი ეკალი. ამასობაში სანაპიროს შეიარაღებული დაცვა და აკვადგა თავზე ფანრებით და წყლიდან გამოსვლა მოგთხოვეს, ეგრევე რომ არ დაგხვრიტეს სიშიშვლის და აკრძალო
დაცულ ტერიტორიაზე ბანაობისთვის და ციხის ნაცვლად რო სასტუმროში მიგვიყვანეს, უბრალოდ მათ კეთილგანწყობას უნდა უმადლოდეთ, ალკოჰოლზე ვერ გამოგვიჭირეს, სამაგეროდ მთელი გზა დასისხლიანებულ ფეხებზე დაგვრჩინოდნენ და გვაშინებდნენ, რომ მოვიწამლებოდით და 2-3 საათში დავიხოცებოდით. სასტუმროში გამოძახებული ექიმი მთელი ღამე კოვზზე სანთებელით რაღაც სითხეს ადუღებდა და ფეხის გულებზე ამ ადუღებულ სითხეს გვასხავდა და თან ხიჭვების ამუღებას ცდილობდა. აუ რა რაღაც არის დრამატიკულ კომედიებში რომ რაღაცები ემართებათ ხოლმე. კიდე შემდეგ ისე რუსბეჟის არის. ხო, იგივე. კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა. კარტახენაში სასეირნოდ გასულები მე და ჩემი დედამთილი მარაოს ქნევით ქუჩის კუთხეში ჩრდილში ველოდებოდით ჩემს ქმარს და მამამთილს, რომლებიც ქუჩაში შემწვარ ხორცს ყიდულობდნენ. ამასობაში მოგვადგა 2 მუტრუკი და 1 მილიონ კოლუმბიურ პესოს გვთავაზობდა მომსახურებაში. მოკლედ სიტუაციაში რომ გავერკვიეთ და გამოვიხედეთ, აღმოჩნდა რომ იმ ქუჩაზე პროსტიტუცია ყვაოდა და ჩვენც კლიენტის მოძნის იერის ვიდექით ქუჩის კუთხეში. მაშინ კი მაგრად შეგვეშინდა, მაგრამ ჩემი დედამთილის შემთხვევას არ უშვებს ეგ ისტორია რომ არ მოყვეს. მიყვარს მოგზაურობა და საბედნიეროდ ვახერხებ კიდევაც დაახლოებით თქვენი პოდკასტის ხნის შვილი მყავს და მისი ჩაძინების დროს თქვენი მოსმენა რუტინად მეკცა. ეხლაც კოლუმბიიდან გისმენთ, პატარამ დაიძინა. ვა მადლობა და ღმერთმა სულ ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოთ. კი. ანუ ესე იგი ეს პატარა ჩვენ ხმაზე იძინებს თუ ისე უსმეს კურსასმენებში? არ ვიცი. ვკითხოთ. შეიძლება ვერ გვიტანს და ჯერ ვერ ამბობს არ იცის ლაპარაკი. ხო. შეიძლება გინებით რომ დაიწყოს ლაპარაკი. გამორთე ესენი. გიორგი გაგნიძე. საკმაოდ დიდი კომენტარია. კი. ისეთი საინტერესო არაფერი გადამხდენია, მაგრამ ბოლო მოგზაურობას გაგიზიარებთ. გარკვეული პრობლემების გამო ქვეყნის შეცვლა მოგვიწია მე და ჩემს მეუღლეს. ახალ ჩამოსულები თითქმის 7 თვის განმავლობაში უმუშევრები ვიყავით. ეს პერიოდი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ბოლოს ერთმანეთის ფრჩხილებს ვჭამდით. ღმერთის წყალობით როგორც იქნა მუშაობა დავიწყეთ, ცხოვრება შედარებით დალაგდა და კალაპოტში ჩავდექით. როგორც კი ვალები დავფერთხე და ჯიბეში ხურდების შხრიალი გავიგე, ცოლუკას უთხარი, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში მძიმე სიტუაციაში ვიყავით და შენ ბევრი ნერვიულობა გადაიტანე, ახლა რუკაზე სადაც დაადებ ხაზს, იქ წაგიყვან დასასვენებლად და სასტუმროს არჩევაც შენთვის მომინდია მეთქი. დეკემბრის მიწურული იყო, იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ზამთარში ტემპერატურა -20-ზე ქვემოთ არ ჩამოდიოდა ცოცხალი თავით. რუსეთი არც კი გაიფიქროთ. ხოლო მან თითი დაადო წერტილს, სადაც სიცხე +33-ზე ქვემოთ არ ჩამოდიოდა. ანუ -20-ზე ქვემოთ არ ჩამოდიოდა, ანუ 0-ისკენ ქვემოთ. ხო, ხო. ართვებოდა, ანუ -20-ზე ქვემოთ. დომინიკან რეპუბლიკ პუნტა-კანა არ ვიცი თუ გამგზავრებას გადაწყვეტ გირჩევთ მხოლოდ ხელბარგი იქონიოთ და ჩემოდანი არ ჩააბაროთ, რადგან ხშირად იპარავენ. ჩვენ თვითმფრინავიდან 4 მგზავრს დაგვეკარგა ბარგი. საინფორმაციო ცენტრში გვითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებოდნენ. ერთმა მგზავრმა ისიც კი გვითხრა, რომ უკვე მესამედ მოპარეს დაკარგა. ალბათ მისახვედრია ამ კაცზე, რასაც გავიფიქრებდი. მოკლედ დიდი დავიდარების შემდეგ გამწარებული შევვარდი დაკარგული ჩემოდნების საწყობში და იქ დამხვდა ჩემი ბარგი. ამის მერე რა თქმა უნდა ხმა არავის ამოუღია. სასტუმროში პირველ სართულზე ვცხოვრობდით. სასტუმრო ოთახში საძინებლის გვერდით და კუთხეში ჯაკუზი გქონდა. საშხაპეში არ ვგულისხმობ. გარდა საერთო აუზებისა ჩვენი კერძო აუზი გქონდა და აივანი ნახევრადწყალში იყო თავისი 2 შეზლონგით. მე ვფიქრობ ამ დასვენებას all inclusive აღარ ერქვა. როგორც ნახალოკაში დაბადებულ გაზრდილ ღატაკ ბიჭს ნამდვილად ჰქონდა განცდა უნახაომა რა ნახაო. ხოლო ეს ბედნიერება $7 მეტი დაგვიჭდა. მომსახურების მხრივ საინტერესო გამოცდილება ჰქონდა. თუ ოთახის დამლაგებლისთვის $2-3 ვტოვებდი, ლოგინსაც კი არალაგებდა, თუმცა $10 ტკბილეულობას თავის ყავით და ჩაის ფერით გვახვედრებდა. ოთახიც ლაგდებოდა და პირსახოცებსაც გვიცვლიდა. რაც შეეხება კვებას, სასტუმროში რამდენიმე რესტორანი იყო, მაგრამ ყველგან საშუალო დონის საკვები დაგხვდა. ერთადერთი რაც საოცრად გემრიელი იყო, ეს არის ანანასი. თუ აღარ ჩადიოდა სახეზე ვისვამდი. შანსი არ არის ევროპაში სადმე დააგემოვნოთ. ჯერ მარტო სუნი ჰქონდა, არ ვიცი რა. ხო, დომინიკის ყველანაირი პრობლემა და დახარჯული თანხა მაშინ დამავიწყდა, როდესაც საონას კუნძულზე გადავედით. ასეთ სილამაზეს სურათებიდან ან ვიდეოებიდან ვერ შეიგრძნობთ, ეს ადგილზე უნდა ნახოთ. დეტალურად მიყვარს მოყოლა და როგორც მაქსიმალურად შევკვეცე
როგორ მაქსიმალურად შევკვესეთ თქვენ არ იცით ეს იყო და ეს ჩემო მეგობრებო უბრალოდ ცოლუკასთვის ისე პირობის დადება მომიწია რომ შუა ქალაქის დათოსავით როგორც კი ნახატებს გავყიდი მომავალ ზამთარს ისე წავიხვა. ეს საყვარელი ისტორია იყო. აი პირველად გავიგე ვინმე რომ დომინიკის რესპუბლიკაში იყო. მეც გივი ნიკოლაიშვილი 3 წლის წინ მაისში მიუნხენიდან ავსტრიაში წავედით მატარებლით მე და ჩემი ბიჭი კონკრეტულად ზალცბურგში მოცარტის მშობლიურ ქალაქში. მშვენიერი ამინდი იყო ფეხით მთელი დღე 15 კილომეტრამდე ვიარეთ ძალიან კარგი ქალაქი და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილობრივი შნიცელი და ლუდი სასიამოვნო და საინტერესო მოგზაურობა იყო კარგად დამამახსოვრდა მოგზაურობაზე კარგი ცოტა რამეა ბევრი ფული რომ მქონდეს ნომერ 1 სოფაში სახლს კარგად გავაკეთებდი და ნომერი 2 ბევრს ვიმოგზაურებდი სასიამოვნო მოგზაურობაზე დასვენებას გისურვებთ პოსტსკრიპტუმ ჯაფარ მადლობა კაცებში ბიძინა ბარათაშვილი რომ მოიწვიეთ მადლობა იმისთვის მოგზაურობა რა გისურვებთ კაცებში ბიძინა ბარათაშვილი უფრო ამ ეტაპზე ლაბაძეს ეკუთვნის ეგ მადლობა. ლაბაძემ გააჩალიჩა. როგორც მახსოვს. ხო და ზალცბურგი მართლა ზღაპრული ქალაქია, ვისაც მოგეცემათ შანსი და არ ხართ ნამყოფი, აუცილებლად მოინახულოთ. ხო და ეხლა გავახსენე ძალიან მომინათ რა ლუდიო იქ არაფერი ჯობია ლუდსო და ეს გერმანიაში ლუდის ძალიან მომინათ. შნიცელი და ლუდი, გადასარავია. უბრალოდ ცოტა ძვირია ზალცბურგი. ცოტა რა, კარგად ძვირია. აი, საოცარი ქალაქია. გინდა გავგრძელო. ხო დაიყო. არა, გავგრძელო. დიაბედოშვილი, ერასმუსით სწავლობდი ბუქარესტში 1 სემესტრი და 6 სტუდენტმა გადაწყვიტეთ ბალკანეთის ქვეყნებში გვენახა, სადაც თურქს და აზერბაიჯანას ვიზა არ სჭირდებოდათ. ფლიქსბასის ბილეთები ყიდვისას შევამოწმეთ, ვიზის თემები და ყველაფერი კარგად იყო. თუმცა სამხრეთ მაკედონიის საზღვართან აზერბაიჯანელი გააჩერეს და აღარ გადმოუშვეს ჩვენთან ერთად. იმ ბოლო რამდენიმე დღეში შეჩერებია უვიზო რეჟიმი და არ ვიცოდით. იქიდან რომ გაბრუნდა ბულგარეთის საზღვარი აღარ გადალახა და კინაღამ დაიჭირეს უკანონო შეჭრისთვის. ძლივს დაბრუნდა ბუქარესტში. რამდენიმე დღეში რომ დაბრუნდით, წვერი ჰქონდა მოშვებული და ციხეში 10 წელი ნამჯდარი კაცის სევდა ჰქონდა ხალხში. როგორ დასცინის? მე სხვადასხვა მაკედონიაში ვარ ნამყოფი. და ბევრი წელი. ზბორებზე? ტურნირზე რაღაცა ისე. ახალგაზრდული ტურნირი იყო რაღაც. გამორჩა. მე გიუმრში ვარ ნამყოფი. რაშუაში ყო არ ვიცი, მაგრამ ეს მომაფიქრდა უცებ გამახსენდა. უნდა შევეჯიბრო რაღაცა. ყოფილი ლენინაკანი. კი ბატონო. საქსი ჯოზ 2008-ში თეატრალურ ფესტივალზე ვიყავით არხანგელსკში. ქალაქის დანახვისას ეგრევე ტრეწია ულიცა სტრაიწელი გამახსენდა. ოლდები მიხვდებიან. ისე წააგავდა იქარულობა რუსთა. ეს როგორ არის? ტრეწია ულიცა სტრაიწელი დომ 25 კვარტირა 12, ხო? То 13. 12. ირონია სუძბი. ირონია სუძბი. ისე წააგავდა იქაურობა რუსთავს ან გდანის ნებისმიერ მიკრორაიონს ყველაზე გასაოცარი თეთრი ღამეები იყო მიუხედავად ძიმე შტორებისა არ გვეძინებოდა არაფრით ერთხელ საფესტივალო პროგრამის შემდეგ თბომავლით გავისერინეთ მდინარეზე წესით ღამე იყო მაგრამ ჩამავალმა მზე რომ დაკრუგა და ამოსვლა დაიწყო თავარი შოკი მანდ მოვიდა დიდად არ მოგზაურობ ქვეყნის გარეთ მაგრამ ყოველი დაბრუნების მერე უფრო მიძლიერდება ერთი რამის სიყვარული დამალვა რომ სჭირდება აქვე გავკადნიერდები და ამავე სახელის გურამ დოჩანაშვილის მოთხრობას გირჩევთ. თუ წაკითხავს დღეს გამახსენდა ეგ ნაწარმოები. ტელესპექტაკლი მოიძიეთ თითქმის არაფერია ტექსტიდან შეცვლილი წარმატებები. ეს კომენტარი არ მქონდა წაკითხული ხო პირველად ხედა. ეგ გამახსენდა დღეს. ის ეროსი მანჯგალაძე და გეგი ჭკორიო თამაშობენ. და აი რაღაცა არსებობს. მე მეც არ მიჩვენებს იმაში. კრეატორში. შენთან არის რამე? არა. ცალკე ისინი ხო არ იყო ხო ის წაი. კი, რაღაცები იყო. რიენიმალი თამაშეთ, მოგეწონებათო კარგიაო და რიენიმალი თამაშეთ მოგეწონა და მართლა კარგია. ძალიან კაი იყო. კი, და გული დაგვწლა რომ დამთავრდა. ჩვენ ცუდად დავამთავრეთ რა, ორი ფინალი ქონია მაგ თამაშს. ხო, ერთი ფინალით თურმე შეგილია რომ კარგად დაამთავრო და. ხო, ერთი არა, მართლა მაგარი თამაში იყო და გამორჩეული და ესეთი გამორჩეული სტილი რო აქ თამაშებს ეგ მიყვარს რა. ეხლა თამაშობთ რა ქვია იმას? Planet რაღაცა. Revenge რაღაცა. ვერანდაზე და რამაზე ვიხართო?
YouTube-ში რა იკაი ხარხი შეკრებილი ხართ ყველაო. რჩევების რუბრიკას ნუ დაივიწყებთო და ეს როგორ არის იცით? რაღაცა ყველაფერი ხო გვინდა რომ ისე ბუნებრივად იყოს რა და აი ესე ძალით რაღაცა ავიღო და გირჩიოთ ეგრე არ მინდა რომ რაღაცა ესეთი იყოს გულწრფელი რა რაღაცა რაც მომეწონა იმ დღების განმავლობაში ესე თუ რაღაცა გამახსენდა აუცილებლად ვიტყვი მაგას აი ტემოზე სპრინტიანი ისინი არ შევუკეთოთ ხო კაი რჩევა არის აი WhatsApp ტელეფონი მაჩვენეთო ეს აქარი რჩევა ჯიშუკის საათები ტაობაუზე და პინდუდუზე ნახევარ ფასებში იშოვება ორიგინალები რა თქმა უნდა ხო და ეს მართალია ორიგინალი რატო იყიდება ნახევარ ფასში თუ ნახმარები ალბათ ნახმარი სხვათა შორის დაგვიწერეთ რომ დაგვიწერეს რომ გასტრიმეთო თამაშიო კიდევ დაგვიწერა ეს რომ სიამოვნებით უყურებდი გეიმინგ სტრიმსო დამატებითო ასე რომ შეგვიძლია ეს როი საწოლებელი როგორ? საწოლებელი რო არის. მე ვერ ხვდები ანუ თავიდან იქნება ალბათ ეგ რომ თავიდან მოვაგვაროთ ეგ როგორ გავსტრიმოთ თორემ მე უფრო არ არის საწოლებელი ანუ ეხა ამას ხო ეგ არის რომ მონტაჟი აღარ დაჭირდება. მონტაჟი არ ჭირდება. ხო საწოლებელი იქნება თავიდან გამართვა რა ეხ PlayStation-ის სიგნალი უნდა შედიოდეს რაღაც ჩამწერ სტრიმ პროგრამაში რომელიც სტრიმავს ჩვენი კამერის სიგნალიც უნდა შედიოდეს, ხმებიც უნდა შედიოდეს, როგორიც. რა პრობლემაა? სხვათა შორის ორმა ადამიანმა დაგვიწერა, რომ ჩემი აზრით სოფო უნდა იყოსო პირველი სტუმარი. ხო და სოფო უარი მითხრა სტუმრობა. არა, უარი არ უთქვამს. უბრალოდ პირველი სტუმარი მაინც ისეთ ვფიქრობთ, რომ ცოტა ის გამომწერები მოგვიმატოს და ცნობადობა გაზარდოს. ხო, ცნობადი სტუმრებს მივაწვევით, მაგრამ სოფო აუცილებლად მოხდება ოდესღაც. თუ მანამდე რამე მოახერხა და ცნობილი გახდა. პირველი სოფო იქნება. ხო. აუ ცნობილი სტუმრები მარტო იმიტომ არა რომ ცნობილები არიან, ანუ თან ხო, ნუ ჩვენთვისაც ჩვენი ნაცნობები მეგობრები და ადამიანურად რომ გაგვისწორდება ჩვენს და თქვენს ეგეთებს შევარჩევთ, თორე ეს ნებისმიერი ცნობილი აქ ვერ მოხდება. აი ამ პოდკასტში, სადაც მე აქ. დავთავროთ? აუ ეს მომეწონა ერთი. დორა გვიწერს ტატო გავიკეთე დიდი დეპრესიის დროს მე მომიწია სამეგრელოში ცხოვრება ქალაქ ამერიკაში დიდი დეპრესია იყო ყველგან ჩემი ტატუს განხილვა იყო 2002 წელი იყო ნომერ პირველი ვიყავი ალბათ და საპატიო ისიცო ანუ წინაზე რომ მე მოყავი ოკეი ხო ისე სხვა აკაუნტით წერდი ადრე არ გეგონოთ არ გიყურებთ ერთხელ მომიკითხეთ და თავში ამივარდა ეს ჩვენ დოდოშკა არის ხო გამოგცემდა ხო კრეატივს რო ეძახით მე მგონი ეგ არის რა ქვია ხა? აქ ხა დორა. დორა დი რაღაცა გავს ფორმატი იმას სახელს ხო? კიდე 900 კი, დორა D9 რაღაცა. ალბათ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გიყურებთ. აქტიურობთ, გიკომენტარებთ, უღრმესი მადლობა. კითხვა არ დაგვისვია. კითხვა. კაი, მაშინ კითხვა იყოს ასეთი. ისევ საქართველოს თემატიკა გავაგრძელოთ. 21 საუკუნის ყველაზე საამაყო ქართველი, ანუ ვინც კი ამაყება თქვენი აზრით. ვინ არის და რატომ? ესე დაგვიწეროთ აპრილ კომენტარებში. მადლობა ვინც გიყურა. მოიცა. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გამოწერა, თუ ჯერ გამოგიწერეთ და ლაიქება, Patreon-ზე ჩვენ ხარდამჭერებს უღრმესი მადლობა. თქვენი წყალობით და დახმარებით პოდკასტი გაიზარდა და სტუმრებს დაემატება. ისე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ვისაც არ გამოგიწერიათ ჯერ. კიდე ერთხელ ვიტყვე. რომ მოგესმინათ, შენ და ალფის რომ მოგესმინათ ჩვენ. ალფი მოვიდა და რაღაცებს მეუბნებოდა. ვისაც ჯერ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ. ძალიან გთხოვთ. გეხვეწები. გემოდარით. იმიტომ რომ ჩვენ ეს ძალიან დაგვეხმარება და სამომავლოდ რაღაცა სოლიდური რაოდენობა რომ მოვაგროვოთ გამომწერების, ცუდი არ იქნება, რომ რაღაცა სპონსორიც ერთო წელიწადში გამოჩნდეს, რომ თვათ ესე ენთუზიაზმზე არ ვიყოთ მთელი ცხოვრება. ხო, კი ბატონო. მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ვეცდებით, რომ შემდეგი თუ არა, იმის შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდეთ ეპიზოდზე. მადლობა და აბაჰე.